ხარშია ჩემი მანქანა, აი ეს მინდა ზუსტად. აი შოკოლადის ფონზე მინდა რომ წავიღო სახლში. ერის გარეშე აქ. სტუმარი მოვიდა ბერტმელი. Hey guys. მოკლედ ძალიან რენდომად გადავწყვიტე რომ გადავიღე ვლოგი YouTube-ისთვის. იმიტომ რომ ისეც ასწავლო ადგილებში ვარ რომ ეს ყველაფერი რომ ერთ მთლიან ვიდეოდ არ შევინახო მოგონებად არ შეიძლება. ვინც არ იცით მე მქონდა YouTube-ი ბავშვობაში სადღაც 7 წლის წინ და საკმაოდ კარგი ნახვებიც მქონდა და მოგწონდათ ჩემი ვლოგები. ეს გადავწყვიტე რომ დავიწყო ვლოგის გადაღება, განახოთ სანტ-მორიცში რა ხდება, წავალ, რა იქნება, როგორი იქნება და ვისაც გინდათ ჩამოსვლა აქ, მათთვისაც ძალიან ინფორმატიული ვიდეო იქნება. ეხლა ვიმყოფები ძალიან ცნობილ ბერნინა ექსპრესში, რომელიც არის წითელი მატარებელი, რომელიც დადის ტირანოდან, ეს არის იტალიის ერთ-ერთი ქალაქი, სანტ-მორიცისკენ. არის ულამაზესი, ანუ იშლება ულამაზესი პანორამული ხედები. აი, უბრალოდ ხედებს შეხედეთ. ეს ჩემი დაათეკლა გაიცანით. ხედავთ ხო, რა სილამაზეა. ხვალ მივდივართ სნოუპოლოზე. მე მივდივართ კიდევ ერთ ღონისძიებაზე, რომელიც არის რეტრო მანქანების გამოფენა. მთელი ევროპიდან ხალხმა, ვინც არის მანქანის კოლექციონერი, ვისაც ყავს ვინტაჟური მანქანები, ყველა ჩამოდის სანტ-მორიცში, რომ თავისი ვინტიჯ მანქანა მოიყვანოს. სპეციალურად სანტ-მორიცისთვის გამოვიწერე ესეთი მუნდბუცები. Yes. Thank you. წითელი ბერნინას მატარებელი და ესეთი შოკოლადები გოჩუქის. შვეიცარიული შოკოლადი ძალიან ცნობილია, როგორც იცით, და ასევე ყველი. და აი ვსინჯავთ unboxing და tasting და mukbang და ყველაფერი ერთად. ეს არის მციანი შოკოლადი. გემრიელესია ხალხო. ეხა ყველი. ლუკა და მამაჩემი. თქვი ლუკა გამარჯობა. ესეთ ხედზე გაგვაჩერეს. ვინაი დეში. გავართ. კას მოშილდა. მოვედით, ჩამოვაღწიეთ. Right? Let's set our ears. Mama in the treble. მოკლედ ჩამოვედით და ერთ კვირაზე მეტი გავჩერდებით აქ. ამიტომ არ მოგაკლებთ საინტერესო კონტენტს და საინტერესო კადრებს. ეს მთავარია ბევრი კარადა გვაქვს. Oh my god. არ გინდა რომ ეხა შეხვიდე აქ. აღლებით რანაირები. მოგშიდა და მოვედით საჭმელად ერთ-ერთ ძალიან ცნობილ რესტორანში. გარეთ ისე აჯაზებენ. გარეთ ისე აჯაზებენ, ვინც ის რეალად დალევა უნდა ძალიან აჯაზებენ. დავაბით ლუკა. Burger. ლუკა პორჩამს. შენთვის არ შეიძლება ლუკა დესერტი. საჰერის გარეშე აქ. მადლობა ლუკა. დღე მეორე. დღეს ისე გამოვედი, რომ ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი, რომ ძალიან გვეჩქარებოდა თოვლის პოლოზე. და უზოზინებთ. ვაგვიანებთ, მაგრამ ჩემი გაიცანით. ჩემნაირი მაკიაჟი გავუკეთე, მე როგორცაც ვიკეთებ და ძალიან მოუხდა. მოვედით. ლუკას ზებრა აჩუქეს. მოჩვეჩას. კარგად აცვია ყველას, მაგრამ აცვია. მიკროფონი დამშემგონი, მოგატიეთ თქოთ. Cheers. Cheers. Luca.
ლუკა ნახე? სნოუბოლო დამთავრდა. გოყეს რეალები. მოვედი სიგარების მაღაზიაში და გიორგისთვის შევარჩიე საჩუქარი, რომელიც ისე ძალიან მოეწონება, ჯერ არ ვეუბნები. ამ კაცი შექმნილია, არის არქიტექტორი, აი ესეთი უმაგრესი რაღაცა შექმნა. საფერფლე და სიგარის დასაჭერი. წამოვედით პოლოდან, იმიტომ რომ ძალიან მოგშვიდა. მოვედით იგივე რესტორანში და გვაჩვენეს იგივე ადგილას. აქაური ბურგერები ისე მოგვეწონა ხალხმა, რომ მგონი ყოველდღე ბურგერებზე აქვივლით. ძალიან მაგარი იყო. მე ჩემთვის რაღაცები გადავიღე, რომელსაც ჩემს ინსტაგრამზე ნახავთ. ეს საერთოდ არ იყო კარგი იდეა ეს რომ მოუტანეს ლუკას, იმიტომ რომ ყველაფერს ძირს დაყრის. დღე მესამე. ნამდვილი ესკიმოსი ვარ. ამას გავიკეთებ. ეს ფუმფულაკები. ალოს კურტკა. მედი არ გავიყინები. Perfect მომენტის როლინგი. ოიშოს სასრიალო შარვალი. ჩავიცვამ და დაგენახებით 2 წუთში. ჩავიცვი. ეს მონბუთები გადავწყვიტე დღეს. ყოველთვის მესვრება ტანსაცმელი და დღეს ეს ჩემი თეთრები ჩაცმა ძალიან ჩელენჯია ჩემთვის. ქუდი და ხელთათმანები არის ივ სოლომონის. თუ სწორად ვამბობ. ძალიან საყვარელი ხელთათმანი. სათვალე Christian Dior. Ready. მოვედით. ეხლა უნდა ვიდეთ საბაგიროთი. ზევით, იმიტომ რომ იქ მანქანა საერთოდ არ დადის იმ რესტორანში. ეკა მუშაობს დამღალა. ესეც ჩვენი საბაგირო, ლუკამ კარგად იმგზავრა თქონა მეთქვა და ეხლა დაიწყო ტვირი. Open please. აი რა ხედია, просто შეფშია. ეს მომენტი. ჩვენი პარადისო. სასწაულესი ხედებით. მოვედით, შევუკვეთეთ რაღაცეები. მე შევუკვეთე ბურგერი ბოლონეზე და უალკოჰოლო ნეგრონი. უბრალოდ აი შეხედეთ ეს რა ლამაზია და ეს რა სილამაზია და აქ რა ხდება და აი აქ რა ხდება. ლუკა ერთობა? ერთობა ლუკა? ანუ შვეიცარიელებს რო ხორცი აქვს ეგეთი არავის. ლუკა აბარა სიტყვი მოგწონს აქაურობა? ლუკა. გორი კვაყოფილია ლუკა. კაცბებია და ბაბუა. გამოვიცვალეთ და მოვედით კულმ ჰოტელში, სადაც არის tea time. ანუ ძალიან ცნობილი ლაუნჯი არის, რომელსაც ცოტა ხანში განახევთ, რატო არის ეს ლაუნჯი ცნობილი. ცნობილი ხედი, რომელსაც ვსაუბრობ, აქ უკრავს პიანისტი. უბრალოდ ნახეთ რა ხედი არის. დადგან ანატრი სრიალის დღე და მე და თეკლა დავირაზმეთ. მივდივართ ისევ იმ ადგილას, სადაც გუშინ ვიყავით. აღარ უფრო მაღლა უნდა ვიდეთ ამჯერად და იქიდან უნდა ჩამოვსრიალდეთ პირდაპირ დავეშვათ თავით. ძალიან მიხარია. ვიქირავეთ ყველაფერი. აქ იმდენად დახვეწილი აქვს და იმდენად კარგად აქვს შემუშავებული ეს პროცესი. ფეხი გაგვიზომეს, რაზომა გვაქვს. სიმაღლე, წონა, ყველაფერი წავედით. ისეთი კარგი მომსახურება არის, მართლა ხელს არ კიდებ არაფერს. აი გაცმევენ თავისით, თხილამურები აქ ჩაგვიდეს თავისით და გვაჯინეს. რავი, აი ყველაფერს თვითონ გიკეთებენ რა. მაგრამ შესაბამისი ფასიც ღირს ეს ყველაფერი. მე უკვე თვალები მიცრემლიანდება. მაგრამ აი სასწაული ხედებია. და როგორ არ მინდა რომ ტელეფონი ჩამივარდეს. ალბედო არის ძალიან დიდია. SPF წაისი. Cheers. ავედით.
სამი საბაგიროს მერე ამოვედით უკიდურეს მთაზე. გონი ამაზე მაგალი მთა არ არსებობს სენტ-მორიცში და ანუ ეხლა უნდა ჩავსრიალდეთ უკან. უბრალოდ ვიყავით აი იქ, სადაც ეს საბაგირო ჩერდება, ცოტა ჩამოსრიალდით. არ ვიცი, ჩემი ხმა რამდენად გესვით, მაგრამ ძალიან იდეალური სასრიალოა. გასწორდი და let's go. სიგიჟეა მართლა. რას ფიქრობ, მშავი არაბა უფრო რთული იყო თუ დღეს რაც გავაკეთეთ, აი აქედან რო ჩამოვსრიალდით, აი ანუ აი ისტერიული სიცილი ბაქვს, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე ექსტრემალური და ყველაზე ხშირი რაღაცა რაც გავაკეთეთ. ეს იყო ბლექი კი არა, აი უბლექესი ბლექი იყო ხალხნო. ესეთი ტრასა მეცხოვრებაში არ ვინახავს. ხალხი არ იყოს საერთოდ, მარტო მედალები ვსრიალებდით და ვიყავით ალპების ყველაზე რომ აი ესევე შვებოდით. ანუ აი ხო მოდიხარ და ეს ანუ არ ვეშვებ აი ეს ანუ ღმერთს მადლობა რომ შვიდობით ჩამოვედით. აღარც სრიალი გვინდა, აღარც არაფერი არ გვინდა, ფშია და მივდივართ საჭმელად. მოვედით ულამაზეს ადგილას. ან მოგშვიდა და შევუკვეთეთ რაღაცეები. კლაბ სენდვიჩი, პენეს სუპი, ჩაი. ესეთი ჩაი, ესეთ ლამაზ ჭურჭელში და ხედი ტოპ. და გარემო ასევე ტოპ. ის სიმღერას უკრავენ ჩვენს მოყვარულ სიმღერას. Before და მერე after-ი. მე ძალიან კარგად ვჭამეთ. ესეც ჩვენი უმაგრესი რესტორანი. ალბათ 5 ობიექტი გაერთიანებული ამ რესტორანში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიცერია მთელ ქალაქში. მოვედით. ეს ჭამს. Pulsit. Oiga. უნდა რომ კოვს შევაჩვიოთ, იმიტომ რომ ფაფებს არ ჭამს, იმიტომ რომ კოვზი არ უყვარს და Thank you so much. ურია ჭამა კოვზით. ოჩახ. უკარა სიტყვი ყველაფერთან. დღე მე რამდენი აღარ მახსოვს, მაგრამ anyways, ვდივართ კულმში, სასტუმრო კულმში, რომ ჩაიდავლიოთ, ვჭამოთ, მოვისვენოთ, იმიტომ რომ გუშინდელი სრიალის მერე რეაბილიტაცია ნამდვილად მჭირდება. ისე მტკივა ფეხები, ისე მტკივა, რომ არ ვიცი, ერთხელ ხო წავიქეცი და აი აქ დარტყმული მაქვს. აშკარად ეს ფეხიც რაღაცნაირად დავარტყი, იმიტომ რომ ამოვარდნილივით არ აღმერთვა დამეფაროს. მას გავიკეთებ და წავიდეთ, ერთად დავლიოთ ცხელი შოკოლადი. ლუკას ჩემი აუთფიტი დღეისთვის. ლუკა პრინცი. აქაური ცხელი შოკოლადი is to die for. თუ ვინმე აღმოჩნდებით სენტ-მორიცის კულომ ჰოტელში, მოდით და ცხელი შოკოლადი დალიეთ, არის სასწაული. მოდი, ჩემთან მოდი. მოდი, ჩემო სიყვარულო, მოდი. ესეთი წიგნია ჩუქეს და ესეთი სამაჯური. Very important kids. ლუკამ მეგობრები გაიჩინა, სულ ბავშვები არის ყველგან, რა ხდება. მოვედით night walk-ზე. სენტ-მორიცი. ესეთი ლამაზია, ევროპიანაში წაიშოპინგებდა კაცი. რა არის ეს? დადნ. ანუ ყველას, საერთოდ ყველას სენტ-მორიცში აცვია ბეწვი და მეც მათ შორის. და აი, იმიტომ რომ ყველა კუთხე კუნჭულში არის ესეთი ბეწვის მაღაზიები. ძალიან ლამაზი კი არის, მაგრამ არა ცხოველთა კლას. ჩემი შოპარდი. აი ძალიან მიყვარს ეს კოლექცია განსაკუთრებით. და ნიშნობის ბეჭედი, სხვათა შორის მე და გიორგის შოპარდის გვაქვს. მორიცის სიმბოლო ყოფილა მზე, იმიტომ რომ წლის განმავლობაში უმეტესობა დღეები არის მზიანი. და ყველგან დაინახავთ აი ესეთ მზის ნიშანს ქუჩებში, რომელიც ძალიან მომწონს. ჩვენი ფესტივალის მერჩიც ვიპოვეთ. სწორედ ეს ფესტივალი იქნება სულ რაღაც 2 დღეში. The International Concourse of Elegance St. Moritz.
რომლის სპონსორიც არის რიჩარდ მილი. მალე დაიწყება ქალაქში სპორტს ქარების მომრავლება, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 დღეში ეს ბარი არის სასწაული, იმიტომ რომ დილის 10-ზე რო გამოიარო, 9-ზე რო გამოიარო, სულ სიმღერა არის ჩართული, სულ გუგუნია და როცა მოგინდება და როცა ხოთზე ხარ, მოხვალ და იცეკვებ და დალევ მეგობრებთან ერთად და ძალიან კარგია რა. Outfit check. ავედით ისევ და ისევ პიცერიაში. სუპი. ლუკა, თავისი პურით, ტრადიციულად. მან შევკავით თაის თამაშს და ძალიან გავერთეთ. კარგი ეგონათ რომ ლუკა მარტო პურს ჭამს, იმიტომ რომ სახლში ყველაფერს ჭამს, პლუს ლაქტაციაზეც არის. ამიტომ ჩემი სიცეც. კაი. არის ფაი. დღე მეხუთე. მოვედით გარეთ პირველ რიგში უნდა წავიდეთ აისი სადაც ტარდება ხვალ მანდ და უნდა ავიღოთ ჩვენი სამაჯურები. ავიღეთ სამაჯურები 2 დღის 30-31 ივენთის და ახლა მივიდივართ სასრიალოდ თუ იქნება კარგი იდეა, არ ვიცი. აი მე ბაბუს ეძახის ვიღაცას. მაინც ის სათხილამურო ტრასა არის მთაზე და იქ ცოტა სხვა მინდი აქვს, ცოტა სხვა მინდია და ავიდეთ და ვნახოთ. სად არის ბაბუ? სად არის ბაბუ? შედერი ბაბუ. მოდი უნდა შეჩაკოცნო. მოიტანეს ლუკას ხილი. გაჭმალიც მოვიდა. ცისარტყელაც გამოვიდა. თავის სალონში დავივარცხნეთმა და შონი რა დამვარცხნეს. ლორა პიანოსთან ჩავიარე, იყო private event-ი, ცადე შესვლა, შტატ გაიდავინახე, მაგრამ მითხრეს რომ private event-ია და invitation-ი თუ არ აქვს, ვერ შეგიშვებთო. ესეთი სიტუაცია არის სამზადისი აისისთვის. ძალიან მაგარი მანქანები. Car spotting-ი უკვე დაწყებულია. ჩავიცვით, გავემზადეთ და გამოვედით მანქანების ფესტივალზე. ისე მაინტერესებს, რომ არ ვიცი, გუშინ ღამეს ეიბნობდით და უკვე car spotting-ი დაიწყო. მთელ ქალაქში არის ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები. აი მთელი ქალაქი არის გადატენილი ფოტოგრაფებით. მთელი ღამე იდგნენ და უღებდნენ მანქანებს. ჩემი ექსტრავაგანტული მაკიაჟი დღეს ვაუ. მანქანის მოყვარულები ყველა მანქანებს უბებენ. ისე კარგად ჩაცმული ხალხი. 3 ადგილიანი მანქანა. შუაში არის დრაივერი, ეგეთი რამე გინახავთ ხოლმე. როგორც მივხვდი, აქ დადიან მანქანები პოდიუმივით არის და მერე დგებიან იქეთ სივრცეში. ასი წლის ყოფილა ეს ფესტივალი. უკვე 100 წელი არსებობს, უკვე 100 წელია ეს ხალხი ამ მანქანებს მემკვიდრეობით გადასცემენ თავის შვილებს, თავის შვილიშვილებს და ისინი ვალდებულნი არიან რომ მოიყვანონ. მაინც ძალიან კულტურული თემაა და ძალიან საინტერესო თან. ვინც მანქანის ფანია, უმეტეს ვიპოვეთ. ანუ შოკი მანქანებია. ისეთი გიჟი მანქანებია, რომ ყველა შოქში ვუყურებ. ხალხს ისე კარგად აცრია, აქაც ნოკოლოზეც სასწაულად ეცვათ. მოკლედ ეს არის fashion show, უფრო მეტად ვიდრე რამე სხვა. ძალიან კარგად აცრიათ და რამდენიმეს დაგანახებთ. ესეთი სვეტი ბებოები არიან და ბაბუები. არც მუსიკალურ გაფორმებას გვაკლებენ. მოვედით, იმიტომ რომ შესვენება არის და ქუჩაშიც კი ესეთი სიტუაციაა. რადასთან მანქანები გაჩერებული. ჩვენ ძალიან მოგშვიდა და სადმე უნდა ვჭამოთ. წამოვეთ. შეხედეთ რა სილამაზეა. ვარჩია ჩემი მანქანა, აი ეს მინდა ზუსტად. ლურჯ ფერშიც არის. ცისფერშიც, მაგრამ აი ეს ფერიც წონს და შიგნითაც ულამაზესია. ზოგნი ქალები ქურქებში
ძალიან სლეი. ვეტი ბაბუები. ეხა არის შოუ. მანქანების შოუ. მისი უდიდებულესობა შტატგაი. მაინც ვიპოვე და გადავიღე ფოტო. მეორე აისზე მოვედით, უყურებთ მანქანებს. მაგრამ ზუსტად იგივე მანქანებია დღეს არანაირი სიახლე არ არის. ამიტომ რაიმე სიახლე თუ იქნება განახეთ. სხვათა შორის ამათ აქვს აპლიკაცია, სადაც უნდა შეხვიდე და მისცე ხმა შენს ფავორიტ მანქანას. გას უნდა და ქირაობა სიგურების და არ არისო 2 საათზე იხსნებაო. ესე უთხრეს. და მოიწყინა თეკლი. აქ თამაშობენ. ყველა ჩილავს, მე ჩავთ. ეს საყვალი ჩემი აუთფიტი მთლიანად დღეს კაილი ჯენერს ეკუთვნის. კაილი მიყვარხარ ბუგატის ლაუნჯთან, ბუგატის დამფუძნებელიც ვიპოვეთ. აი ეს ახალგაზრდა ბიჭია. Atmosphere, the crowd, all make together an amazing event. აცხადებენ გამარჯვებულ. Prince Burkhardt and his beautiful Talbot logo teardrop. You always look so happy and so surprised. აი ისი დამთავრდა და მე დამჭა ერთი დღეს ან მოიცი ხვანინდელი და მე უკვე ბრუნდები საქართველოში. ამიტომ მოვედი ყველაზე ცნობილ შოკოლადის მაღაზიაში მთელ შვეიცარიაში. უნდა ვიყიდო სუვენირები, შოკოლადები სახში წასაღებად. აი მე ეს გავსინჯეთ იმ დღეს. გახსოვს რომ მოგვიტანეს. აი მე ისეთი გემრიელი იყო, ისეთი გემრიელია ესეც. პოპკორნი ძალიან ვარ შოკოლადის ყველაზე დიდი ფანი და ახშირად მაქვს კრეივინგები შოკოლადის. ეს ყველაფერი ავიღე. და ეხა ფილას უნდა გავატეხინო. ხალ გაქვს ბოლო დღე, ხალ უნდა ვისრიალო აუცილებლად, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მოგახერხე რომ ისრიალო და შემოგვიგოს სრიალი. და ხალ ფიქრობ მთელი დღე სრიალზე გამოვიყენო. მოკლედ მე და თეკლამ ბევრი ვისრიალეთ, ძალიან კარგი იყო. ეხლა მოვედით პარადისოში პირდაპირ თხილამურებით. მოვედით, მაგიდაც გვაქვს უკვე. ფეხსაცმელები გვაქვს ქვევით, ოღონდ სადაც თხილამურები ავიღეთ და თხილამურებით მოვდივართ. ვიღაცა სტუმარი მოვიდა ბერტმენი, ხალხნო what? და მუკის დაესხა წყალი. Plot twist-ი სასწრაფო ყოფილა. გვიცვლიან მაგიდას, იმიტომ რომ სუდაა თოვლა ჩვენ მაგიდაზე. კიდევ ვითარ მოთოვლა დაწერეთ კომენტარებში. თეკლას ხეები შეერჭოთ, იქ უნდა ამოვუღო პინცეტი გაჩიტა მინტანმა. შევუკვეთოთ ყველის ფონჯუ და შოკოლადის ფონჯუ. ყველის ფონჯუს აქ ძალიან რაღაცნაირი გემო, ცოტა უცნაური გემო აქვს და აი ეს შოკოლადის ფონჯუ მინდა რომ წავიღო სახლში, იმიტომ რომ უგემრიელესია. მოყვება მარშმელო, მანგო, მარწყვი, ბანანი და ანანასი და ძალიან გემრიელია. ვაუ. დღე მე რამდენი აღარ მახსოვს. მოკლედ სამზე გვაქვს მატარებელი და ეხლა მივდივართ სურეტაში უნდა ვჭამოთ. მე ბარგი ავიღოთ და მივდივართ პირდაპირ train station-ზე ბერლინა გველოდება. ძალიან გავცივდი გუშინ. Here comes in Nataliha. The water from Lai Kitchen and Lai Naya ბერლინაში ვარ, მგზავრობთ. მე ძალიან ცუდად ვარ. სავიფარე რომ თბილად ვიყო, იმიტომ რომ ცივა.